2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს უმცირესობისა და უმრავლესობის ხდომაზე განიხილავენ. დღის მეორე ნახევარში მთავარ საფინანსო დოკუმენტის პარამეტრების შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. მართლ გუნდში ამბობენ, რომ ბიუჯეტის სოციალურ პროექტებზე ორიენტირებული საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მთავრობას საფინანსო დოკუმენტი უკან 22 ოქტომბრამდე უნდა დაუბრუნდეს. მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარუდგენს. თავის მხრივ პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი არაუგვიანის დეკემბრის მესამე პარასკევს ერთი მოსმენით პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს. პრიორიტეტები წარმოდგენილ პირველ პროექტში, პირველ ვარიანტში ცნობილია, ეს გახლავთ ჯანდაცვის სფერო, განათლება, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა. ასევე გარკვეული სოციალური ხარჯების პრიორიტეტულობა, მიზნობრიობა კიდევ ზუსტდება, მათ შორის პენსიების დასთან დაკავშირებით, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რეკომენდაციები, წინადადებები იქნება გადაგზავნილი მთავრობამ, მთავრობა გადაამუშავებს ამ ვარიანტს და 5 ნოემბერს შემოვა უკვე გადამუშავებული მეორე ვარიანტი, სადაც ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ რა არის გათვალისწინებული და რა მასშტაბები და რა ცვლილებები იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წელს იყო გარღვევა 700 მილიონით, ხოლო 2014 წელს, ანუ მიმდინარე წელს უკვე აქვს პრობლემები როგორც შემოსვლებში, ასევე ხარჯვით ნაწილში და ბოლო თვეებში გამოყოფილი, ასე ვთქვათ, გამოყოფილი თანხები ლარებში სერიოზულ ზიანს მიაყენებს უშუალოდ ლარის კურსის მდგრადობას. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს, აღნიშნულ პროექტში არ არის გამოკვეთილი არც ერთი პრიორიტეტი, რომელიც შეიძლება რომ ისაუბრო